არც მქონია თავში აზრად, რომ შეიძლებოდა მე მქონოდა დიაბეტი. როგორც კი დამიდგინდა, დავიწყე ბრძოლა. ეს თემა სულ არის ტიპი 1-ა, ტიპი 2-ა და რეალურად რა ხდება? წლებიც კი შეიძლება გრძელდებოდეს ეს პრედიაბეტური ფაზა. ილუზიაში ნუ ჩავარდებით, ეს არ არის 1 და 2 წლის ბრძოლის შედეგი. ყოველთვის ჭარბი წონა და სიმსუქნე არის რისკი უკვე. ეს რა თქმა უნდა არის მზაკვარი დაავადება, რომელიც ყველა ორგანოს შეიძლება ურტყავდეს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს არის ცხოვრების წესი, რომელმაც მე კიდე იმაზე ჯანმრთელი გამხადა, ვიდრე ვიყავი ახალგაზრდობაში. თუ ინსულინი დაჭირდა, ესე იგი არ არის კარგად საქმე და შემეშინდა. კოტე, მე მაქვს ნანახი დედას ტანჯვა. მოჭრილი ხელფეხი, მოჭრილი თითები, მოკვეთილი ფეხი. მოკლედ, ჩემ თვალწინ ბევრი ისეთი რამე მოხდა, რაც მე არ მინდა რომ მე მომივიდეს. სტრესზე ძალიან რეაგირებენ დიაბეტით დაავადებული ადამიანები. ყოფნით ენერგია და რესურსი. ილუზიას იქმნი, რომ შენ ტკბილს ჭამდა, არის ისეთი გემრიელი. არ უნდა მოდუნდეს პაციენტი, ვაფრთხილებთ, რომ ეს დაავადება არსად არ წასულა. ფიზიკური აქტივობა და დიაბეტი. ფანტასტიურად გრძნობ თავს, როცა მოძრაობ. დიაბეტი მაქვს და სახის გამო ახალგაზრდობი პროცედურები შეიძლება? რომ ეს არ არის წინააღმდეგ ჩვენება ამ პროცედურების ჩატარების. არია? ძალიან.